გამარჯობა, თარგმნელია თქვენთვის. ციფრებს წინავს ამ ცოტა დაბალ რეგისტრში მოგესალმებით დღეს და გვაქვს გამორჩეული გადაცემა, მე ესე მგონია, იმიტომ რომ როგორც არასდროს ისე გვჭირდებოდა ახლა აი ეს პოზიტივის უდიდესი დოზა, რომელიც ამ სამმა ადამიანმა შემოიტანა ჩვენ სტუდიაში და ჩვენ ცხოვრებაში. კბილათან მიგზნია თავი დიდი ხანია, ვაიმე რა ჩამთბარი ვართ ერთმანეთში. არა, მე კიდე რა თემა მაქვს, იცი რომ ჩვენი მომრევი არ არსებობს, იმიტომ რომ საინფორმაციო უფროსი დღეს, ასეთ დღეს მოვიდა ჩვენთან თავისი ბავშვები და თავისი მეუღლე. ამიტომ ძალიან გიორგი რუსო მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ნუ ისედაც მოხვიდოდით ვიცი, მაგრამ სამივე რო წამოიყვანეთ ამისთვის დიდი მადლობა, იმიტომ რომ ალბათ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, როდესაც ეს არ არის ერთი, არც ორი, არამედ არის სამი და ერთდროულად. ნუ ბოლო ნახევარი საათია ვცდილობთ რომ ეს კომპოზიცია ავაწყოთ, რომ სამივე ბავშვი იმ კონდიციამდე მივიყვანოთ, რომ ნაჭამები და ბედნიერები იყვნენ. გამოგვივიდა ხო აშკარად სიმშვიდე გამოსულია. აი როგორ ხდება ეს ყველაფერი? აი დედა მეტნაკლებად უცებ რაღაცნაირად ორიენტირებს, ხო, რომ რაღაცნაირად უცებ, ხო, თითქოს უკვე მზად არის, მაგრამ მამობა ესე მგონია მაინც, მაშინ იწყება, როცა უკვე დაინახავს შენ შვილებს, ხო? თითქოს ის შეგრძნება მანამდე არ არის, როგორც დედას აქვს. თითქოს გააქვს პერიოდი, რომ მოემზადო ამ ყველაფრისთვის ის 9 თვე, რაც იცი, რომ მამა უნდა გახდე, მაგრამ ხო, პირველად რომ ნახავ მე შენ შვილს, ჩემ შემთხვევაში შენ შვილებს, ყველაფერი ყირავდება და რაც თავარია, მე ყირავდება ეს ყველაფერი ყოველ 2 წამში ერთხელ, აი ყოველდღიურად, სულ რაღაცები იცვლება და ადვილი არ არის. მაგრამ რა უნდა სანდროს, ნეტა გიორგი? კარგი ბიჭი ხარ სანდრო. რა ენდომება სანდროს? სანდროს ენდომება. აი ეს ენდომებოდა. კარგი ბიჭი ხარ. ეს იცოდი რომ ეს ესე არის ხოლმე? სიძეთ მიმყავს ეს ბავშვი. სანამ ბავშვები გეყოლებოდა. რომ ჭამის შემდეგ უნდა ამოაქარო. რაღაცები ახლა რა ვიცი, მანამდეც ჩემი მეგობრის შვილებზე ნავარჯიშები ვარ რაღაც სიტუაციებში. დამეცადინები. კი, მაგრამ ესე რომ ხელში დავიკავო ბავშვი და სრული პასუხისმგებლობა მქონდეს მასზე აღებული, ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება. გადანაწილება არის ალბათ მთავარი, ხო? ფუნქციების, დროის. შემთხვევაში ძალიან მარტივია. დედაულის სამივეს. ისლაში, გამისლაში მამა ერთად. მამა სამსახურშია. და ყოფილა შემთხვევა, აი ხო არის ხოლმე, რომ აი დედას რაღაცა ესეთი საქმე აქვს, რომელსაც ვერ გადადებს და ამ დროს მამამ უნდა იყოჩაღოს. ახლა მაგას არ გკითხავს, სამივე მარტოს დაგიტოვებია თუ არა თქვა, იმიტომ რომ ალბათ არ ყოფილა ესეთი. სამივე მარტო დავიტოვეთ აი ამ პროექტისთვის, რის გამოც დღეს ვართ აქ მოსულები. ერთგვარი ექსპერიმენტი იყო და გამოწვევა, რომელმაც არ ვიცი, გაამართლა არ გაამართლა, მაგრამ ბავშვებს არ უთქვიათ, რომ მეორედ ესე აღარ ვიზავთ და შენთან მარტო აღარ დავრჩებითო და ამიტომ ხო, ამ ექსპერიმენტს ნახავთ ჩვენ რეკლამის შემდეგ. ერთი ის საწოვარა სწორს ხმაურით, მეორე როცა ძინავს ცოტა ხრინავს. დეშჩუმია. ის სხვადასხვანაირები არიან სინამდვილეში. ესე არის მართლა? საგარეო საშინაო. კი, სახლში მარტოები რო რჩებით და განსაკუთრებით უყარს ღამის საათებში თამაში. მე ბოლომდე ვცდილობ რომ ღამე სახლში რომ მივდივარ, არ დაინახონ რომ მოვედი, თორე სამივე თავსი ფხიზლებს და მე მთელი ღამე გვიხარია ხოლმე და ვართ იმ რეჟიმში, როცა ხან ერთი სათამაშოთ თამაშობ, ხან მეორე. ორი დღის წინ გამოღვიძა სასოწარკვეთილ ყველაფერამ, უკვე მოვლილი ქონდა, ბევრი კილომეტრი ქონდა გავლილი სახლის მასშტაბით, ნიკოთი ხელში. ნაცადი ქონდა გამოღებული დამხდა ყველა სათამაშო, რაც კი გვაქვს, ჩართული ბიტლზების ადაპტირებული ვერსიები ბავშვებისთვის, აკობა ისიც მოასმენინა, იმიტომ შევხედეთ ისეთ ჩართული. ვერაფერი რომ ვეღარ ქნა, მე გამოღვიძა, სხვა გზა აღარ იყო, მე ჩავაბაშდა, მაგრამ მე ცოტა გამიჭირდა, რაღაცა ისეთ განწყობაზე იყო. სიმღერებს გინდა გითხრა? სანდრო? მეც ესე მგონია. მეც ესე მგონია. გონია ხო? დარწმუნებული. და შიგნით ღიღინებს რაღაც. ან მეორე ვერსიით აკრობატი იქნება. სალტოებს აკეთებს ჩაოლებრივად. შენ არიცი ვისთან ზიხარ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შენ არ ხარ ესეთი საშუალო სტატისტიკური ქართველი მამა, რომელიც მე საფენი გამოუცვალო, ანუ რო უკადრისობენ ფუნქციებს, რომლებიც მხოლოდ დედის გონიათ. შენ როგორი ხარ ამ თვალსაზრისით? აი ძალიან ყოფითი იმ ინტერვიუშიც რომელიც აი თქვა გადაღების დროს თხოვეს ეკითხვა დამისვეს და რა ვიცი ჩემთვის განსხვავება არ არის მამა თუ დედა მშობელია და ბავშვს უნდა მოუვაროს რას ქვია ხა
მელოდი მაქვს დასალევი და ამიტომ ხალოშედი კუხნაში არ არის ეს სისტემა რომელსაც მე ვარ მიჩვეული და სხვებსაც ესე მოუწოდებ თუ კიდე ვინმე დარჩა მაგრამ გონია რომ ეს არის რაღაცა ერთგვარი როლი რომელშიც მამებს გვიყვარს ხოლმე ყოფნა როცა მარტოები ვრჩებით და ერთმანეთთან ტრაბახობთ თორე სინამდვილეში დარწმუნებული ვარ რომ ყველა მამა ბავშვთან როცა მარტო რჩება სულ სხვანაირი ხდება ხოლმე და ზუსტად ისეთია როგორიც კარგი ერთი სული მაქვს როდის ვნახავ იმ ერთ დღეს რომელიც შენ მარტომ გაატარე ბავშვებთან ჩვენი ტრადიციული რუბრიკის ფარგლებში დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ოთხშაბათის ტრადიციული რუბრიკა მამები როგორ არწმევს თავს სამი ტყუპის მოვლას გიორგი ლაფერაშვილი მაისური წარწერით საქართველოს აფხაზეთის გარეშე მსოფლიოს უდიდეს ონლაინ მაღაზიაში რა შედეგით დასრულდა სხვა შუადღის ჟურნალისტური გამოძიება ეძღვნება გია ყანჩელს ორკესტრი და გუნდი მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში მოემზადე ეთერში ვარ უთხრა გიორგიმ სანდროს და იმანეს დაუჯერა კიდე კარგად იქცევა ხო ნუ მე მგონი შეეჭირა ბრასლეტები სამაჯურებს რომელიმე არის მამასი და მარტო აი რაღაცა განსაკუთრებულად მე მგონი არა საერთო ძაფები არა რაღაცა ესე არ გამოვიდა რომ არ არის ესე გაყოფილი რატომღაც ყველგან ბრეთ თითქოს ჯერჯერობით ესეა რა ვიცი ესე არ გამოკვეთილა რა აი გულწრფელად შენი აზრი რამდენად აი ენდობი ლაფერას თვალდახუჭული იმასში რაც ეხება ბავშვს 100%-ით თუ 100% არის მაქსიმუმი 100% მეტითაც არის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ხანდახან მამების როლის შესუსტებას დედებიც უწყობთ ხოლმე ხელს, როდესაც არ ვანდობთ, გონია რომ ვერ გააკეთებენ, თქვათ, როცა ბავშვი აღარ არის, არ ვაძლევთ ხელში და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად სრულად, ძალიან შვიდად დამიძინია, ყოფილა ესეთი რამეები რამდენჯერმე. ძალიან შვიდად დამიძინია და დამიტოვებია სამი. აი ღამის კვების დროს მაგალითად ძალიან ხშირად ეს გაყოფილი გვაქვს, რა ორივე რო არ გავიყვიწეთ და მეორე დღეს ორივე რო არ ვიყოთ ძინარეები, ხო, უცილოები. ძალიან ხშირად ძირითადად ღამე ჩვენ გვიძავს და მე კურიერის ბავშვების განწყობაზე გადმოდის ხოლმე ჩემი უძილობა. ანუ ერთი დღე გადაიღეთ თუ ერთი ღამე ჩვენ. ერთი დღე დილიდან საღამომდე. ხო, ერთი დღე დილიდან. ხო, ჩვენს მაყურებელს შევახსენე, რომ ყოველ ოთხშაბათს ჩვენს რუბრიკაში მამები ესეთი ფორმატით მიმდინარეობს პროცესი, როდესაც დედა გადის სახლიდან და მამას უტოვებს ხან ბავშვს, ხან ბავშვებს. და მოდით ყველამ ერთად ნახოთ გიორგიმ როგორ გაართვა თავი ამ ჩემი აზრით რთულ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო დავალებას. მოგესალმებით და გაგაცნობთ ტყუპებს. ეს არის ნიკო. ეს არის ელენე და სანდრო. ეხლა მე მომიწევს რომ დავტავა სახლი ცოტა ხნით წავიდე და ტყუპები დავუტავა ლაფერას. ამბავია დილიდან. ლაფერ, ჩაიბარე. ნიკო. ანუ გადაწყდა რომ ტოვებ? კი, დღეს გადაწყდა რომ ტოვებ. დღეს გადაწყდა რომ კონკურსივად. კი. მისია შეუსრულებელი. უსო ელენე წამოიყვანე რა. კაი, მომ აი თუ ესე გააგრძელეთ, მე მგონი ყველაფერს თავს გავართმევთ კარგად. ხო? რუსო ისე წადი რომ არ დაგინახოთ, თორე თავიდან დაიწყება ხეს ყველაფერი. მე მგონი წყნარით არის სიმშვიდე. წირა ახლა შეიძლება დაიძინო. მე მგონი დაიძინა. არ დაგავიწყდა 3 საათი ძალიან მალე გადის და უცბად მოვეკავი. თუ ძალიან გაგიჭირდება დამიყეკე და მოვქარდე. ესენი მიხვდნენ უკვე დედამისი რო წავიდა.
მოვდივარ, ხო, მოვდივარ. რა ამბავია? აბა ბევრი ლაფერაშვილები ერთად. ხო, მოდი. მოდი შეხამ თავარი ამილები. თავარი საფრთხე განეიტრალებულია, მა? სანდრო. ხორი ლაფერაშვილი დიდი და პატარა. ტელეფონი არ გვაწყობს. არ მოხდეს ტელეფონი რო რეკავს. ხო. არ ვარ სამსახურში, მე მოყავი. თეოს დაურეკე გილიგაში. კაი. საიდი. სტილი საიდი. მიგა გაბრაზა ტელეფონო. აბა იქნებ თავიდან წავიდეთ მამწრეზე. მე შენ თავიდან დაგაწვენ. შენ მე თავიდან აღარ იტირებ. მე თავიდან გავისეირნებთ. უყვარს სითბოში ყოფნა. ან თბილად რო აცვი. აქ ყველაზე დიდი თვალები და ზუსტად იცის როგორ მიიღოს ის რაც ჭირდება. ამ თვალებს რაღაცნაირად ატრიალებს და ყველა დნება მე და გონია რომ გაიზრდება ამ თვისებას, მაგრამ გამოიყენებს სათავისად. მამა თქვი? მოიცადე, მამა დამიძახე? მინდა მიჯერებს რომ მოყვა. დედა შენი სახში არის. მოდი დავიცე. მამას შეუძლია ისეთივე დედობა გაუწიოს ბავშვებს, როგორც დედას ამ შემთხვევაში. თავარი არის, რომ შვილი გრძნავდეს იმას, რომ ვიღაცას უყვარს და ვიღაცას ძალიან ჭირდება. არის რაღაცები, რასაც ვერც ერთი დედა ვერ ასწავლის თავის შვილს. გინდა ბის, გინდა გოგოს. პირველი სერია მე წარმატებით დავასრულეთ სამი ბავშვინას. ახლა გავიგოთ რა ხდება კურიერში. რა შენ? რა თქვა? სხვა თემებზე რამე არის საინტერესო? მაკასეს დაურეკავ ხა, მაგრამ ანუ ისეთი რო ვიცი.
ორივეს მოგშიდოთ, მა? ჭამის დრო კი არის. ელი ერთი წუთი დავტოვებ. ой, სიცოცხლე. დაგტოვო ერთი წამი, მა? ეხლა მამა, მოდი ვჭამოთ. საჭმელი მა, ცედი ერთი წამი. მა, ვჭამოთ რა. ორი წამი აქ რომ დამიცადოთ. ხავი საჭმელს გავაკეთებ. აქო. სანდრომაც გაიღვიძა. სანდროს ჭამის დროც არის. მოდი ჩით. წამო შენი საჭმელი გავაკეთებ. მოდი ვჭამოთ. მგონი შარში ვართ. არა, ნუ მგონი გაგვითავდა კი არა და გაგვითავდა საჭმელი. თბილისში რო ჩავიდეთ ბავშვებთან ერთად თვითონ რა დაშავდებოდა რა ვერდით. გამარჯობა. ტაქსი მინდა წავკიში რა. ხო რა შეიძლება მალე თუ არის შესაძლებელი. ოღონდ ისა დიდი მანქანა მინდა რა. ბავშვებით ვარ და ამო გავისეირნეთ, მა ტაქსი მოვიდა და ავიდეთ ახლა. ან ტირილი არ გვაწყობს. ეხლა მიდორთ ასეირნოთ. ნიკო მოდი. აი მას ასეირნოთ მიდიოს რა გატირე. მოდი. წამოწავი. მა. საწყალი მამა ჩემი გაჭაღარავდა, ასე არ ვიძინებდი თუ მანქანით ნახევარი თბილის არ დაარტყავდა ერთი 60 წელი. ზუსტად ერთი წამით უნდა გადავიდე. ნიკო სანდრო მთავარია ელენე მარიტიროს და ეხლა მოვალ, მა. მადლობა. აი მოვედი. всё, სულ ეს იყო. თავარია და თქვენს არ ვთქვა. მოვედი. წავედი. მოვედი. всё. მოგეწონა თბილისში. მალე ჩავედი. სამი ბავშვი, საჭმელი 6 წული, ფეხსაცმელი ყველაფერი არ გეძია. მოდი გინე გარეთ ვჭამოთ ბაუნსერში. გავიკეთოთ. ხო, მიხვდით რა პონჩიც ვართ. უნდა ვჭამოთ. მოდი. ეხლა უკვე დიდები ხართ თქვენ და თქვენ უნდა დამეხმაროთ ეგრე სად არის. პატარა ბავშვები ხო ხართ, ხო, მიდი აი ოჯახი აიგობა. მიდი ნიკო შენც მოკიდე ბოთლს ხელი. რეალურად ახლა ძალიან უტრირებული არ არის ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ხამღამობით ხშირად ხდება ხოლმე რომ ერთად იყვიძებენ და მაშინ გიწევს რომ ესეთ მეთოდებს მიმართ. სანდრო ჭამის დროც არის. მოდი ჩით. წამო შენი საჭმელი გავაკეთე. მოდი ჭამოთ. წერა შენ მამა თქვი? მამა დამიძახა.
ელე მოვედი მამაცო. მოვედი. ხო. ცოტა ხანი უნდა ითამაშო, მოვიდე სანდროს. ხო, ელე. მოვდივარ. მოვედი. ელე შენ დავიწყოთ. ამდე ეს არ გვინდა. ოპა. ამდენი გოჩია მა. შენ ხო შეგცვიდა პატარა გოგო. სანდრო ჯერ შენ თუ ჯერ ნიკო. როგორ ჩამოყალიბდით? რეიტუზი რატო არის ვაფშე რა მოგონება? ვინ გამოიგონა რა მომენტში გადაწყდა რა თქმა უნდა გეცვათ. დავამარცხეთ. ეს ერთი. ანუ პროექტის ავტორები ამტკიცებენ რომ ბევრი მამა რომელსაც პამპერსის გამოსვლა არ იცის, მგონი ყველამ იცის. ნიკო შერო შვილი გეყოლება. შენც გამოუცვლი ხო? აუ კიდე იცი რამდენ ამას გააკეთებ ეგრე კი არა. ეხლა რომ მეტი ბები. ეხლა რა არის ვერ გავიგე სანდრომ რა დააშავა. სანდროს რა არ უნდა? ან წინა სად არის ან უკანა. ან ახლა კაცი ხარ. რაღაც ისინი იტუზებიან. ელენე შენ გოგო ხარ ეხა და ბოდიში ნოქნა. სანდრო მეგონი დავამარცხეთ რეიტუზე მე და შენ. არა მაინც შევთანხმდეთ რომ დედები გმირები არიან რა, იმიტომ რომ ეხა სუნგონია რომ ვიღაცა ტირის, აი რომელიღაცა არ ვიცი. ხორუს. დავი კარგად. ჩვენ ვიღაც გადასარევოთ შენ რა შევიმოთ ხო? კარგად იქცევა სამი რაღაც ნაჭამები, ნასვამები, წინავთ. რადგან სამი არიან ფიზიკურად რანაირად ვეყოფით, თუნდაც ერთი დიდი ლაფერა, სამ პატარა ლაფერას, ხო, ცოტა რისკი იყო. მაგრამ ხო, გავძელით და აღმოჩნდა რომ არ არის რეალური არც ეს არის. ლაფერ მოვედი. დაშვები. დიდება შენ გამოჩენას. არაფერს. ამოცინა. მაგათ რა თქმა უნდა, ამას ტრადიციულად. ძალიან გაგაგიჟებს. ხო, ცოტა ჩუმა. სანდრო, შენ რატო ვძინავს? უარი თქვი დეძილზე. როდის იყო შენ გარეშე იცი? სანდრი, რატო არ დაიძინდი? ნიკო. ძალიან გაგაგიჟეთ და მამიკო. ელენას რა კარგად ძინავს ყოჩო. ლაფერ კიდე როდის მოგინდა მამათან ერთად მოშტადოს. დედი. აი ყანა მიცოდე. მოგინა ტრადედა მა. ყველას ერთული აქ იყო ხალი ვულკანის და გათიშვა და ყაჩა კარგი. კარგად გაგიხსნა. თბილისში მოყავდა. მართლა რატო? საჭმლის ყიდა და წყდა გუშინა პროვადა. სამերը წავიყვანე თბილისში და მეკიდე საჭმელი და ამოვედ. მერე დავრეკერა თორ მიხარი, წამოვიდე. ხო, მაგრამ არ ვიცოდი როდის მოხვიდა და მცირები ხარ იქნა. არა არის პრობლემა. მაგრამ მოეწონათ. ცოტა და იტყვი. ხო, მანქანაში ყოფილა უყვართ. მაგრამ სანდრა მანქანაში არ დაიძინა. და უარი თქვი ძილზე? სანდრი. სანდრა ვისაუბრე, ეხლა მომზადოთ და დავიძინოთ. და თუ მამიკამ დაგაძინოს, დედი. მოჩაგვაყოფილი. მომზადოთ და დავიძინოთ. წავედით. სოდები არის. მომზადოთ და დავიძინოთ, დემო. სოდები არის. მირები ხარ ცოტა.
დაბრუნდით და სრულიად შთაბეჭდილების ქვეშ ვართ ლაფერ ყოჩა. ყოჩა, ბრავო. თქვენს ყოჩა ეს 15 წუთი რაც ვიდეო გადიოდა ჩაულებრივად დავწმუნდი რომ გამოცდილება გვაქვს სად არის. კარგი, ისე უყურებს ელენე მამას გაბედნიერებულ შეხედე დაინახა მამა. არ არის მიჩვეული ამ საათებში მამის ნახვას. ლაფერ, შენი გამოცდილება ვიღაცისთვის მართლა სამაგალითოა და რას ეტყვი მამებს? მოდი ესე გითხრა. მამებს ვეტყვი რომ გადადონ გვერდზე ყველა და ყველაფერი, ყველა პრობლემა, ყველანაირი საქმე არ ვიცი და ასე შემდეგ და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ თავის შვილებთან, იმიტომ რომ მართლა ესეა მენანება ყველა ერთი წუთი რაც ამათთან ერთად არ ვარ და ზუსტად ვიცი რომ ყველა მამა ესე იქნება და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ თავის შვილებთან. აუ ვიღაცა მყავო. ძალიან დიდი მადლობა. უნდა გაგაცილოთ ახლა და დროებით დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. აი მე რამე პოზიტივია როგორ გჭირდებოდა. ძალიან კარგი იყო დღევანდელი ჩვენი დავრუნდები. გავაგრძელოთ ბედნიერი დღეს. დღეს ბედნიერი დღე იქნება. იმედია ყველაფერი ნამდვილად. სხვანაირად არა.